კიდევ ერთი გასაიდუმლოებული ისტორია. იდუმალებით მოცული მღვიმე, დაგეგმილი მიწისძვრები, წართმეული ტერიტორია და აფხაზეთის ომის უცნობი მიზეზი. რა საიდუმლოს ინახავს კრუბერის მღვიმე აფხაზეთში? ეს არის საქართველოს ერთ-ერთი მისტიური ისტორია, წართმეული ისტორია. დღეს შევეცდებით გავარკვევოთ, რატომ არის კრუბერის მღვიმის აგებულება დღემდე გასაიდუმლოებული და რა კავშირშია ის ეშერას ცნობილ ლაბორატორიასთან. კრუბერის გამოქვაბული აფხაზეთში, ორთაბალაგანის ხეობაში მდებარეობს. მღვიმის უცნაური აგებულება და სიღრმე ხშირად ბადებს ეჭვს, რომ ის ბუნებრივად არ წარმოქმნილა. არსებობს ვერსია, რომ ეშერას გასაიდუმლოებული ლაბორატორია კრუბერის მღვიმეშია. არ საუბრობენ, მაგრამ არსებობს სხვა ვერსიაც, რომ 1992 წელს დაწყებული აფხაზეთის ომი რუსეთის მხრიდან კრუბერის მღვიმის ხელში ჩასაგდებად დაიწყო. ეშერის ლაბორატორიის კრუბერთან კავშირს აფხაზეთის ყოფილი უშიშროების მინისტრი გვიდასტურებს. ამბობს, რომ ლაბორატორიას მღვიმის გარდა სხვა ჩასასვლელებიც ჰქონდა, სადაც ის ომის დროს შემთხვევით მოხდა. მაგრამ ლაბორატორიაში ჩასასვლელი კარი მისთვის დახურული აღმოჩნდა. ეშერის სეისმური ლაბორატორია, რომელიც აწარმოებდა დაზვერვას სხვა ქვეყნებში ატომურ აფეთქებებს. როდესაც მოხდი ამ ტერიტორიაზე, თხოვე ტერიტორიის დათვალიერება და წამიყვანა მეთაურმა, იყო ერთი შენობა, სადაც მან მე არ შემიყვანა და რო წამოვედი დამრჩა იმის კაცდა, რომ დამიმალეს მე იმ მღვიმეში ჩასასვლელი. ეშერას ლაბორატორიის დანიშნულების შესახებ ბევრი სხვადასხვა ვერსია არსებობს. რუსულ პრესაში რამდენიმე სკანდალური სტატია დაიბეჭდა. გავრცელდა ახალი დეტალები ტექტონიკური იარაღის შესახებ. იარაღის, რომელსაც ხელოვნურად შეუძლია დამანგრეველი მიწისძვრის გამოწვევა. გაჟონა ინფორმაციამ, რომ რუსეთის სახელმწიფო ფლობდა რამდენიმე გასაიდუმლოებულ ლაბორატორიას სომხეთში, ურალსა და საქართველოში. საიდანაც შესაძლებელი იყო მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევა. დაუზუსტებელი ინფორმაციიდან სწორედ ეშერას ლაბორატორია იყო, რომელიც შესაძლოა აფხაზეთში კრუბერის მღვიმის სიღრმეში ყოფილიყო. ხელოვნურად ბიძგების გამოწვევა შესაძლებელია, თუმცა სპეციალისტებისთვის გასაგები იქნება ის ხელოვნურად არის გამოწვეული თუ ტექტონიკურ მიწისძვრასთან გვაქვს საქმე. 1988 წელი სპიტაკში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრა. არსებობს დაუსაბუთებელი ვერსიამ, რომ ეს მიწისძვრა სწორედ ეშერას ლაბორატორიიდან სპეციალურად მოწყობილმა აფეთქებამ გამოიწვია. შეიძლება ესეც ივარაუდოს კაცმა, რომ სპიტაკში ყარაბაღის მოვლენების დროს თქვათ გამოცადეს, მაგრამ რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ ამ იარაღს არ გამოიყენებდა. ეხლა ლოგიკაში ეს არ ჭირდება. შეიძლება გამოცადეს სხვა მიმართულებით და მოარტყეს სხვა მიმართულებას. წინასწარ გამოწვეული მიწისძვრის გარდა არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც კრუბერის სიღრმეში ეშერას ლაბორატორიაში დღემდე გამოუყენებელ სამხედრო ტექნიკას ამზადებდნენ. ერთ-ერთმა პოპულარულმა რუსულენოვანმა ინტერნეტ გვერდმა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გასაიდუმლოებულ ინფორმაციას ასაჯაროებდა. სავარაუდო წყარო კი რუსი სამხედრო იყო. 70-იან წლებში ბევრმა ინფორმაციამ გაჟონა. ტერიტორიაზე გამკაცდა დაცვა. მიმდებარე სოფლებში მოსახლეობას უკვირდა თუ რას ვიცავდით. ეშერას ლაბორატორია არის აფხაზეთში. მღვიმეში ძალიან ღრმად, ლაბორატორიიდან უფრო ღრმად კი სივრცეა, სადაც მუდმივი დედამიწის ენერგია. ამ ენერგიის გამოყენებით იქნებოდა იარაღი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს ლაბორატორია იყო 1992 წლის ომის მიზეზი, რომელიც საქართველოში მოხდა. ომის შემდეგ კი რუსეთმა შეძლო კრუბერის მღვიმეზე სრული კონტროლის აღება. კრუბერის მღვიმეში ჩატარებულია ბევრი ექსპედიცია, რის შედეგადაც ამერიკელებმა შექმნეს სამი გეგმა, რომელიც კრუბერის აგებულებას ასახავს. შედეგების დიდი ნაწილი და ლაბორატორიის მდებარეობა აქაც გასაიდუმლოებულია. მაგრამ არსებობს ვერსია, რომ კრუბერში არის სივრცე, გასასვლელი, რომელიც მღვიმეს კასპიის ზღვასთან აკავშირებს. კრუბერის მღვიმის მნიშვნელობაზე აფხაზეთში დღემდე საუბრობენ. მე ვმუშაობ სოხუმში, ტურისტულ სააგენტოში. დიახ, მე ამ მღვიმეს ვიცნობ, ის ძალიან ლამაზია, მაგრამ ჩვენი ხალხი არ მიყვავს. არის რაღაც ინფორმაცია, მაგრამ ის ჩვენთვის მიუწვდომელია. მხოლოდ გეოლოგები ან მეცნიერები თუ ინტერესდებიან მისით. ეშერის ლაბორატორია ძალიან გასაიდუმლოებულია. ამაზე არგუმენტირებული პასუხისგაცემა არ შემიძლია. კრუბერის მღვიმე და ეშერას ლაბორატორიის ისტორია დღემდე გასაიდუმლოებულია. წართმეულ მიწაზე კი ზოგჯერ გაიფიქრებენ, იყო თუ არა აფხაზეთის სისხლიანი ომის მიზეზი იდუმალებით მოცული მღვიმის კონტროლის ხელში აღება.